ჩვენ შევისწავლეთ საზოგადოებრივი აზრი სტუდენტობაში, საერთოდ ახალგაზრდობაში. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, საკონსტიტუციო კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას. 78 წლის აპრილი ალბათ აი გამორჩეულ გამარჯვებებს შორისაც კი რაღაცა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ მას აი ამ ასეთი პოზიტიური შედეგის და გამარჯვების არანაირი წინაპირობა არ ჰქონდა. რომ გავიხსენოთ, თქო, აი წინა წლები, ხო, ეს იყო აი ყველაზე ჩამყაყებული საბჭოთა პერიოდი, როცა საერთოდ არაფერი არ იცვლებოდა და უფლებებისთვის ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ აი წინა მართალია სულად განსხვავებულ საკითხზე, მაგრამ რაღაცნაირი ესეთი ახალგაზრდების მოძრაობის ძალიან ტრაგიკული ჩახშობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მე მაშინ მეორე კურსზე ვიყავი, მათ შორის პირველი კურსიდან მეხუთეში ჩათვლით, ეს იყო აი პირველი ინიციატივა, ის რაღაცა პატარა წერილი შეგვედგინა. და სხვათაშორის 14 აპრილს აი წინ უძღოდა სწორედ ეს ხელმოწერები. ამან გამოიწვია დიდი უკმაყოფილება და მაშინ რამდენიმე სტუდენტი ვიყავით პირველ კორპუსში შევიკრიბეთ და იქ ვისაუბრეთ ამაზე, რომ რაღაცა გაგვეკეთებინა, რომ შეგვეჩერებინათ ჩვენი ძალებიდან გამომდინარე ის რაც ხდებოდა და მაშინ წავედით უფროსებისთვის რომ გვეკითხა ის თავისი აზრი. წავედით აკაკი ბაქრაძე მოვძებნეთ პირველ რიგში, მაგრამ არ იყო თბილისში, იყო მე მგონი წყლეთში იყო. ასული და მუშაობდა თავის ცნობილ სიტყვაზე, რომელიც შემდეგ წერალთა კავშირში წარმოთქვა. შემდეგ წავედით რეზო ჯაფარიძე იყო, რევაზ ჯაფარიძე წერალი, რომელიც მაშინ აი ეროვნულ პრობლემატიკაზე ხშირად საუბრობდა და მიჩნეული იყო ეროვნული მოღვაწე იყო. წავედით ამ გასთან და ამ წერალთან და მან მიგვიღო მოგვისმინა და გითხრა რომ შეადგინათ პეტიცია და მოაწერინათ ხელი სტუდენტებს, რომ ეს იქნება ალბათ თქვენგან გონივრული და ესეთ საქმიანი ნაბიჯიო. ამ ინფორმაციას რომ გავეცანით, რა თქმა უნდა გაგვიჩნდა პროტესტი და სტუდენტებმა შევქმენით ტექსტი და დავიწყეთ ხელმოწერების მოგროვება. მე მოხდა ისე, რომ ჩემს თანამოაზრებთან ერთად ვაკეთებდი ამას და დაგვიბარეს რექტორთან. და ამის შემდეგ ნაწილი ძალიან, ასე ვთქვათ, გონება შეცვლილი გამოვიდა ამ შეხვედრიდან. მე არ მივსულ ვარ საერთოდ. მაგრამ ფაქტია ის, რომ ფილოლოგებმა შეძლეს 500-მდე ხელმოწერის მოგროვება და ისტორიკოსებმა უფრო ნაკლები, მაგრამ ისტორიკოსებმა ვერ გააგზავნეს ეს დოკუმენტი. ჩვენ მე პირადად გავაგზავნე ეს ხელმოწერების 2 ეგზემპლარი უზენაეს საბჭოში და ცეკაში მაშინდელი მთავრობა გახლდათ ეს 2 და 2 ჩავაბარე ჩემს თანამოაზრებს და რო დავბრუნდი უკვე გაუჩინარებული იყო. ჩვენ ვის ვიყავით ახლა მოთავები ჩვენს ფაკულტეტზე და ჩვენს იმაში ჩვენს სივრცეში როცა ხელის მოწერას ვაკეთებდით, გადავწყვიტეთ რომ ერთად არ მოგვეწერა თავშეს ყველას ხელი, იმიტომ რომ ჩვენ ფიქრობთ რომ რამდენიმე კაც დაიჭერდნენ, ვინც პირველები იყო და გავნაწილდით რა სიაში. 14 აპრილის ამბავს თითქოს არ ყავდა ორგანიზატორი, მაგრამ ჩვენთვის აი რაღაცნაირად ისე ამისი არაფორმალური ორგანიზატორი თუ რაღაცა ინიციატორი არ ვიცი იდეის სათავეში იდგა აკაკი ბაქრაძე, იმიტომ რომ აი ჩვენ მისგან გავიგეთ ეს აკაკი ბაქრაძის გამოსვლა მაშინ ძალიან ცნობილი იყო და ჩვენ ისე ვეცნობოდით და მართლაც ისეთი განსაკუთრებული ფურცელია. 14-ში დილით უკვე ადამიანებმა მოსვლა დაიწყეს უნივერსიტეტში და როცა უკვე გადაივსო ბაღი და უნივერსიტეტის წინა ჭავჭავაძის პროსპექტი, მერე დავიძარით ნელ-ნელა და სადღაც ვერაზე ვიყავით მისული, არ ვიცი ვინ მომცა მილიციის მანქანა და რუპორი.
და გაუძეხი დემონსტრაციას. ახლა რაც ნახეთ ჩემი თვალით ესე უნივერსიტეტის დაახლოებით ფილარმონიიდან ლენის მოედნამდე აი ნემსი არ ჩავარდებოდა იმდენი ხალხი იყო გამოსული ბავშვები, ძველები. მე ის მოახერხე რომ აი ოპერამდე მივედი, მე უკვე ვეღარ ძელძელის, აღარ იყო საშუალება გადაადგილების, ცოტა რუსთაველის თეატრალური სიუძამდე ჩავეჭრავდი, იქ ტარდებოდა მიტინგი. მანქანა იდგა ეს პატრულის მანქანა, ეგრეთ წოდებული კანარეიკა და იმის სახურავზე მოაწყეს ტრიბუნა. თითოეული მოქალაქე მაშინ აი რუსთაველზე რომ გამოვიეთ, ყველა თაობის ადამიანი იდგა. მე ერთ ამოვიზრდა სკოლას რომ ჩამოვიარეთ, ფილარმონიის 51 სკოლასთან. იქ პატარა ბავშვები იყვნენ, პირველ კლასელები ვიყავთ, დედაინები ეჭირათ ხელში. ისე რაღაც სანახაობაც იყო ისეთი რა გულთან ახლოს მისადანი. მახსოვს, ოღონდ თანდათან რახან არ არსებობს ბევრი ფოტომასალა ამ 14 აპრილთან დაკავშირებით, ძალიან დასანანია. არ ვიცი ხა მე მეჩვენება რომ საერთოდ უამრავი ხალხი ვიყავით, მაგრამ რამდენი ვერ გეტყვით. მე ვიყავ ჩემ მეგობრებთან, ჩემს კურსელებთან, ეფემიასთან, ნანასთან, რუსიკოსთან ერთად და მახსოვს აი ჩემი წინა კურსელები, რამდენიმე ისეთი ფრაგმენტი მახსოვს ასევე რუსთაველზე ის რაღაცა სახელდახელოდ მოწყობილი სცენა. და ძალიან უცნაური გამარჯვება, როგორც გითხარით. ზოგადად როგორი განწყობა იყო, იცით, იყო მაინც იყო რაღაც გარკვეული ეს შიში, იმიტომ რომ ჩვენს წინათაობას ახსოვდა ის ნეგატიური გამოცდილება და სისხლისღვრა, რაც საპროტესტო დემონსტრაციას მოყვა 56 წელს და უნივერსიტეტში მოსულმა ედვარდ შევარდნაძემ მათ შეგვახსენა ამის შესახებ, პირდაპირ გითხრა რომ 56 წელს მოგალანდებთო. მაგრამ ფაქტი იყო ის, რომ საკითხი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ამ გაჩერებას არავინ არ აპირებდა. 13-ში ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი, 13-ის ღამეს და არავითარი, როგორ გითხრათ, ისეთი რაღაცა დამაიმედებელი, რომ მეორე დღეს შეიძლება და ისე და ისე უსისხლოდ დამთავრებული იყო ეს ყველაფერი, როგორც გამთავრდა, ნამდვილად არ არსებობდა. პირიქით აი, მახსოვს, რომ ჩვენ ისეთი რაღაც ახალგაზრდებს რო აქვთ ხოლმე რაღაც ჩანაწერები, ისიც კი მე მაგათაც გავანადგურე. ის არ მინდოდა რომ სხვას წაეკითხა. არავითარი ისეთი რაღაცა ოპტიმიზმის საფუძველი არანაირად არ არსებობდა. მაგრამ ხო გავინებთ ის გამარჯვება იყო, რა ვიცი, მგონია რომ ამან დააჩქარა ეს პროცესები საქართველოში. რაც მე აი ისედაც იმ რა ვიცი, პერესტროიკას აღარც მახსოვს ქართულად რა ერქვა. ცოტა სასაცილო ტერმინიც კი იყო. რაც მე უბრალოდ ის ეროვნული მოძრაობა, რაც მე მასობრივი გახდა, აი ძალიან მოედო და ეროვნული გახდა, ამან დააჩქარა. მე არ მეგონა თუ უკან დაიხევდა საბჭოთა კავშირიდან ხოლმე მონსტრი. იმიტომ რომ ეს იყო მარტო საქართველოსთვის არ იყო ეს შეზღუდვა სხვა რესპუბლიკებზე საფრთხებდებოდა და ეთქობა მტკიცედ ხოდათ გადაწყვეტილი რომ ქართული და ეროვნული ენები განედევნათ. დღესაც არანაკლებად დასაცავია ქართული ენა. თუ ამ ქვეყანას დღეს სხვა დროა და არსებობს ქართული ენის ოფიციალური სტატუსი, მაგრამ დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ენა, რომელიც გახლავთ ინფორმაციის მიღების, გადამუშავების და გადაცემის საშუალება, თუ კი ის ჩამორჩება ამ დროში მიღებულ ფორმებს, ამ ინფორმაციის მიღების, გადაცემის და გადამუშავებისა, ის კარგავს ფუნქციებს. თუ კი ამ ქვეყანას აქვს ამბიცია, მათ შორის ჩვენ ქართველებს გვაქვს ამბიცია გავაგრძელოთ პროგრესში მონაწილეობა, როგორც ქვეყანამ ქართულ ენაზე, დიახ, ეს ქართული ენისთვის ზრუნვა 14 აპრილს იმ დედაენის ძეგლთან, იმისი სამთავრობო გვირგვინების მიტანით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ეს უნდა იყოს გააზრებული პოლიტიკა, როგორ დავიცვათ და განვავითაროთ დღეს ქართული ენა. აი როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ფუტკრისგან უნდა ვისწავლოთ დროც შესაფერი შრომა. მე მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ ძალიან პროცესი, საბრძოლველი პროცესი ზოგადად გრძელდება, იმიტომ რომ
აი იმასაც რო თავი დავანებოთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ახალგაზრდები უნდა ფიქრობდნენ ამ თემებზე და თავისი ინიციატივები ქონდეთ. სახელმწიფო ენის თვალსაზრისითაც ბევრი პრობლემაა. საქართველოში არის რიგი რეგიონები, სამწუხაროდ არა მხოლოდ ერთი და ორი, არამედ არის სოფლები და ადგილები, სადაც ქართულად საერთოდ მოსახლეობა ვერ საუბრობს. და ძალიან ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი. ამითი წააგავს იმას ამ სიტუაციას, დღევანდელი სიტუაცია მაშინდელს რომ იფეთქა ეროვნულმა სულმა, ეროვნულმა ენერგიამ, რომელსაც ყოველთვის დიდი საქმის გაკეთება შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ახლაც მე ხულხურალად უჭერ ხარც ამ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ახალგაზრდებში არის ძალა, რომელმაც უნდა შეცვალოს და რაღაც სიგათი გზაზე დააყენოს ეს ქვეყანა, რომელიც რაღაცნაირად ჩიხში მოაქციეს გარკვეული მოსაზრებების და მიზნების გამო და მე დარწმუნებული ვარ ეს სული, ეროვნული სული კვლავ გაიმარჯვებს. დღეს ხოთაშორის აი ჩვენთვის ძალიან გასაგები იყო რომ აი 14 აპრილს სტუდენტები აპირებენ რომ ისევ გამოვიდნენ და ისევ თქვან თავიანთი სიტყვა. ეს ყოველთვის ასე ახალგაზრდები ყოველთვის განან რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის სათავეში. კიდევ მეორებ ამას ორი ნაწილი აქვს. ერთი ეს ემოციური 14 აპრილს ჩვენი ემოციური დამოკიდებულება მაშინ სპონტანურად გამოვხატეთ. აქვს კიდე მეორე პრაგმატული ნაწილი, ხო, არასადღესასწაულო ნაწილი, რომელსაც არ ყოფნის გვირგვირების მიტა.